წინა გაკვეთილში ჩვენ ვისწავლეთ თუ როგორ შეიძლება განსაზღვროთ კლასის წევრი ცვლადები. ახლა ჩვენ ვისწავლეთ თუ როგორ შეიძლება კლასის წევრი ფუნქციების განსაზღვრა, რომელსაც მეორენაირად უწოდებენ მეთოდებს. დავუბრუნდეთ ჩვენს მიერ დაწერილ კოდს და გავასუფთავოთ ეს კოდის ფრაგმენტი, რაც აღარ გვჭირდება. ეს სიაუთები წავშალოთ და დავტოვოთ მხოლოდ ეს ორი ობიექტი, რომელიც არის შექმნილი და მათთვის ცვლადების მინიჭება. უბრალოდ მათი ცვლადებისთვის მნიშვნელობების მინიჭება. როგორ ხდება ახლა კლასის წევრი ფუნქციის განსაზღვრა? ვინაიდან ჩვენ გვინდა რომ ეს ფუნქცია იყოს public-ი, ანუ შევძლოთ კლასის გარედან მისი გამოყენება, ამისთვის ჩვეულებრივად აი ამ public ბლოკში გავაკეთებთ აი ამ ფუნქციის პროტოტიპის აღწერას. ჩვეულებრივად ვწერთ void და შემდეგ ფუნქციის სახელს, მაგალითად print name. ეს პროტოტიპი გვაქვს. ახლა უნდა დავწეროთ თვითონ აი ამ print name ფუნქციის ტანი. ამისთვის ვიქცევით ესეთნაირად, ჯერ ვწერთ tips, ანუ დასაბრუნებელი ტიპი, რაც არის ეს არის void-ი ჩვეულებრივად, შემდეგ უკვე ვწერთ კლასის სახელს, რომელშიც არის ეს ფუნქცია. ამ შემთხვევაში ეს არის person, შემდეგ ვწერთ ესეთ ორ წერტილს ორჯერ, ანუ 4 წერტილი გამოვდის აქ და შემდეგ ვწერთ უკვე იმ ფუნქციის სახელს, რომლის იმპლემენტაციასაც ვაკეთებთ ჩვენ. ამ შემთხვევაში ეს არის print name. და აი ამ ბლოკში უკვე ჩავწერთ იმ კოდის ფრაგმენტს, რაც იმუშავებს აი ამ print name მეთოდის გამოძახების დროს. და ეს გააკეთებს ესეთ რამეს, უბრალოდ დაბეჭდავს names და შემდეგ ხაზზე გადატანის სიმბოლოს. აქვე აღნიშნოთ ისიც, რომ როდესაც კლასის წევრი ფუნქციებიდან გვინდა ჩვენ აი ამ ცვლადების გამოყენება, საჭირო არ არის აი აქ წერტილის დაწერა და შემდეგ აი ამ ცვლადის სახელის მითითება. ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ მივთითოთ ცვლადის სახელი. ამ შემთხვევაში რადგან ვბეჭდავთ names, პირდაპირ ვწერთ names. ახლა გამოვიძახოთ ჯერ p1-ისთვის ეს print name-ი და შემდეგ უკვე p2-ისთვის გამოვიძახოთ print name. დავაკომპილიროთ და ვნახოთ როგორ იმუშავებს. და აი მართლა დაგვიბეჭდა გიო და ნიკა. და აი ამ მაგალითში კიდევ ერთხელ ჩვენ ხედავთ ნაცვლად, რომ ეს ობიექტები წარმოადგენენ დამოუკიდებელ ერთეულებს. და მიუხედავად იმისა, რომ აი ამ print name-ის ტანი არის ერთი და იგივე, იმის გამო რომ ცვლადების სახელები არის, ცვლადების მნიშვნელობები არის სხვადასხვა ობიექტებისთვის სხვადასხვა, აი ამ ჩვენი ფუნქციის შესრულების შედეგებიც არის სხვადასხვა. ანუ ერთ შემთხვევაში, როდესაც გამოვიძახეთ, ჩვენ დაგვიბეჭდა მან გიო, რადგან შესაბამისი ობიექტის name ცვლადის მნიშვნელობა იყო გიო, ხოლო მეორე შემთხვევაში, როცა გამოვიძახეთ ეს print name ფუნქცია ჩვენ, ამ შემთხვევაში უკვე აი ამ შესაბამისი ობიექტის, ანუ p2-ის name ცვლადის მნიშვნელობა იყო ნიკა. ასე რომ ეს უნდა დაგვაუწყდეს ჩვენ და უნდა გვახსოვდეს, რომ ობიექტები წარმოადგენენ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ელემენტებს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი არიან ერთი და იგივე კლასის ობიექტები.